მოგესალმებით, დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი. დღევანდელი დღე არის ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული, იმიტომ რომ ძალიან განსაკუთრებული მოდელია ჩემთვის, ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელია ჩემთვის და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი BMW-ა მე-7 სერიებში. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული მოდელი არის ეს. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, კომენტარების დაწერა და ლაიქების დაწერა. რაც თავარია გადააზიარეთ, რომ სხვებმაც ნახონ ეს საოცარი მანქანა. ეს ჩაოლებრივი მე-7 სერია არ გეგონოთ, ჩაოლებრივი 4 და 4 და ბენზინი და რაღაცა. ეს არის ძალიან განსაკუთრებული მოდელი. ცოტა ხანში ნახავთ ყველაფერს ეს რა მოდელი არის. ჩემი მეგობარია შელის სახლი, სადაც ეს მანქანა გადის ყველანაირი სერვისის მომსახურებას. ეს ეხება ძრავის ზეთს, ყოლოფში ზეთი, ხიდში ზეთი, ანტიფრიზი, რაც კი რამე საცხებ საპოხი მასალა არის, ყველაფერი არის გაკეთებული შელის სახლის მიერ ამ მოდელში. არა მარტო ამ მოდელში, ნებისმიერ სხვადასხვა მოდელებში, სხვადასხვა მანქანებში შეგიძლიათ ნებისმიერ სერვისზე მიმართოთ შელის სახლს, სადაც შეცვლია ყველაფერს უმაღლესი ხარისხით. შელის სახლის Facebook გვერდი უნდა გქონდეთ დალაიქებული და ჩემი არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი, სადაც მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ეხლა რატომ არის განსაკუთრებული ეს მოდელი და ძალიან იშვიათი? მოდი ეხლა ყველამ ერთად ვნახოთ. ეს არის E38-2000 წლის ევროპული 8 ცილინდრიანი 4x0 დიზელი. გინახიათ ვაფშე 4x0 დიზელი. 245 ცხენიზალიანი და 560 ნიუტონიანი. ეს ერთ-ერთი მოდელია ამ კლასში, რომელსაც ყველაზე მეტი ნიუტონი აქვს. ეს არის 38 მოდელში ყველაზე მძლავრი ნიუტონის მიხედვით. 560 ნიუტონი აქვს. ამაზე მეტი ნიუტონი ქარხნულად BMW-ს არ აქვს. ერთადერთი B12 ალპინას აქვს 600 ნიუტონი, რომელიც არის 6x0 12 ცილინდრიანი. 430 ცხენიანი. მაგაზე ამაზე მეტი ნიუტონი არც ერთ სხვა BMW-ს ამ კლასში არ აქვს. 750 12 ცილინდრიანი რო არის 5 და 4 იმასაც კი მაგდენი არ აქვს, იმას აქვს 490. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მე-7 სერია ქარხნულ ვარიანტში. ეხა სანამ ვიზუალს და სალონს და რაღაცებს გაჩვენებთ, ამ მოდელში ყველაზე მთავარია ძრავი. ამიტომ ავხადოთ კაპოტი და ვნახოთ ყველამ ერთად როგორ გამოიყურება 8 ცილინდრიანი დიზელი. ამ ძრავზე ისტორია მაქვს, მოგიყვებით, მერე მანქანაში რო ჩავждებით, ყველას მოგიყვებით ამ მანქანის ისტორიას როგორ შეივიძინეთ და ასე შემდეგ. აგერ არის დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბევრს არ გაქვთ ნანახი ესეთი ძრავი. მეც რო პირველად ვნახე ამ მანქანას რო ყიდულობდა ჩვენი ძმაკაცი გერმანიაში, სურათებს მიგზავნის, ანუ ის თავიდანვე დავიწყებ ისტორიას რა. მე-5 სერიები ყავს, ეხლა წინა E34 რო გადავიღეთ და მაშინ რო ვთქვით კომენტარებში რომ ეს E38-საც გადავიღებ დიზელს, ეს მანქანაა, ისევ იმ პიროვნების მანქანაა, ჩვენი ძმაკაცის. სულ მე-5 სერიები ყავდა და ჩემი სიმსოტით რო გავატარე, სულ ვეუბნებოდი მეთქი სიმსოტით რო გაივლი, ვაფშე ფეხებზე დაიკიდებ და დაივიწყებ E34 მეთქი, იმდენად მაგარია მე-7 სერია მეთქი და სულ მეუბნებოდა არა და ერთ დღესაც გაიარა ჩემი მანქანით. მაგრამ მოეწონა, წავიდა გერმანიაში 25 დეკემბერს. ეს ის პერიოდია კანონი რო შემოქონდათ, რომ აღარ შეიძლებოდა ძველი მანქანების ჩამოყვანა. 25 დეკემბერს მიგზავნის სურათებს, მანამდე მიგზავნიდა რაღაც მე-7 სერიების სურათებს, ზოგი მოგწონდა, ზოგი არ მოგწონდა და ბოლოს მიგზავნის ამ ძრავის სურათს და ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მეთქი რა ძრავი დევს შიგნით რა? რამე დასვაპულია, სხვა ძრავი დევს რაღაცა. პირველად ვნახე მეც, ეს იყო რა 3-4 წლის წინ ალბათ, ხო? 3 წლის, ხო, ალბათ 22-ის ბოლოს იყო ეგ ყველაფერი. მეც პირველად ვნახე მაშინ ეს ძრავი და გავყურებული უყურებდი, სურათს უყურებდი. მეთქი შანსი არ არის რაღაცა სხვა ძრავი დევს მეთქი და არა 4x0 დიზელიაო და მეც მაშინ პირველად გავიგე ეს ძრავი რომ ამ მოდელებში იდო. მე ეგრევე შევედი მონაცემები ვნახე და გამიკვირდა ამდენი ცხენი და ამდენი ნიუტონი რო ქონდა და ეგრევე იყიდა 11,200 евро გადაიხადა ადგილზე. ამ მანქანაში 30 დეკემბერს თბილისში იყო, წავედით, განვაბაჟეთ 10,000 ლარი დაჭდა ამის გამბაჟება და ნომრებიც ავიღეთ. სამწუხაროდ ეხლა რომ მოგინდეთ ესეთი მანქანის ჩამოყვანა, ჩამოიყვანთ, განაბაჟებთ, მაგრამ ნომერს არ მოგცემენ. ეზოში უნდა გეყენოთ მანქანა და ეს ძალიან სამწუხაროა ესეთი მაგარი მანქანების ჩამოყვანა რო არ შეიძლება. ეხლა რაც შეეხება ამის ტექდათვალიერების გატარებას. მოგეხსენებათ თუ არ იცით გერმანიაში მანქანას რო ყიდულობ და იფორმებ შენ თავზე, ტექდათვალიერება უნდა გაიაროს გერმანიის კანონმდებლობით, მერე უნდა გადმოიფორმო და მერე მოკავს მანქანა.
ამიტომ გერმანიაში ამ მანქანამ გაიარა ტექდათვალიერება 10-იანზე, 100-იანზე, 1000-იანზე, როგორც იტყვით, გაიარა, ვაფშე პრობლემა არ ქონდა, ჩამოვედით, მე აქ განვაბაჟეთ, მივედით ტექდათვალიერებაზე აქ ჩვენთან თბილისში, რომ შეამოწმეს ისეთი მონაცემები აჩვენა, რომ უფროსი გამოვიდა, რომ შანსი არ არის, რომ ესეთი ძველი მანქანაო, მით უმეტეს დიზელიო, შანსი არ არის, ეგ მონაცემები რო კონდესო და თავიდან გაატარეს უფროსის მეთვალყურეობით. და ისევ იგივე შედეგი რომ დადო გაკვირვებული იყო, ხელები ამიწევიაო, დიდი ბოდიშიო და გამოგვიშვა კეთილგზაზე იარეო, ესე გადმოგცა. ხო და ამიტომ ეს არის ძალიან განსაკუთრებული მატორი, დიდი ძალით და ეკონომიით, რაც თავარია. 2 ტურბო აქვს. ამ მანქანაზე ჩვენ გავაკეთეთ ტურბოს აქტუატორი იყო გაჭედილი, ერთი ტურბო გვიანი ბუსტებოდა და ხან მუშაობდა, ხან არ მუშაობდა. ეს ძრავი არის ძალიან გამძლე ძრავი, არაფუჭებადი, რავი, რამდენი ხანი ამ მანქანას ვატარებ წინ და უკან გაზგაყრელი დადის ამის პატრონი სულ. დელარული არასდროს და ევროპული მოდელი ამას კატალიზატორი აქვს, საჟეოი ფილტრი ამას არ აქვს, ძველი მოდელი რო არის ქარხნულად. ამიტომ სრულიად ქარხნული მანქანაა, სრულიად გამართული მანქანაა და უპრობლემო მანქანაა. დღესაც რო წავიყვანოთ, გადის ტექდათვალიერებას იდეალურად 0 აქვს გამონაბოლქვი. ამიტომ ეხლა დანარჩენი გადავიდეთ ეხლა ვიზუალზე და მერე გავიაროთ და ვნახოთ რა შეუძლია 245 ცხენის ძალას და 560 ნიუტონს. პროგრამის ჩაწერა შეიძლება, მაგრამ ძლიერდება, დიდი ძალა ამოაქვს, მაგრამ არ ჭირდება სიმსოც ეგეთი რაღაცები. ისედაც ისეთი მანქანაა, რომ თავი ეს ძალა ყოფნის მაგრად და არ უნდა ზედმეტი პროგრამის ჩაწერა და ტურბოს გაძლიერება და რაღაცები. ისე დიდი რესურსი აქვს ამ ძრავს უბერე და უბერე. რაც გინდა უქენი. რაც შეეხება დისკებს, ეს არის 19-იანი M პარალელები, რომელიც BMW-ს ქარხანამ 19-იანები არ გამოუშვა 18-იანები და იმდენად პოპულარული იყო ეს დისკები, რომ სხვადასხვა კომპანიებმა არა BMW-მ გამოუშვა 19-იანი პარალელებიც, რომელიც აი ამ მოდელისთვის არის შექმნილი ეს ამისთვის და E34-ისთვის. ძალიან მაგრა უხდება. აი სასწაულად უხდება. მე ძალიან მომწონს ეს მოდელი ამ დისკებზე. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ეს დისკები დაგვეყენებინ. ისე ქარხნულად მოყვა 17-იანი დისკები, ჩვეულებრივი დისკები, რომელიც ვიზუალურად არ უხდებოდა, მაგრამ ბევრად რბილი იყო იმ დისკებზე. დანარჩენი ჩვეულებრივი ვიზუალი აქვს, არაფერი განსაკუთრებული რესტაილინგია, ელექტროსაბარგული აქვს, ნავარდკევით რო აღვნიშნოთ მაინც. ელექტროსაბარგული აქვს. იმ დროისთვის ხო ძალიან მაგარი ტექნოლოგია იყო, პლუს E38, ყველა E38-ს არა აქვს, რა მოდელი, ანუ სხვადასხვა მოდელებს აქვს, იშვიათია. იშვიათია, მაგრამ აქვს. იღება, იკეტება კნოპკით. ნუ ეს ჩეინჯერი აქვს, რაღაცეები აქვს, მაგაზე აღარ დავიწყებ. ყველა ლაპარაკს. ტყავის სალონი აქვს. რაც მთავარია, შუშის ლუკი არა აქვს, ჟეშტის ლუკი აქვს. ჩემსას შუშის ლუკი აქვს, ესეც კიდე ოფცია არის, ერთ-ერთი რომ შუშის ლუკი კონდეს და ძალიან კაი არის, ოდნავ გადაწევს, სინათლე შემოდის და შუშის ლუკიც ძალიან დიდი კომფორტია, როცა აქვს მანქანას. ეხლა კიდე გადავიდეთ სალონში, იქ ვილაპარაკოთ რაღაცები და წავიდეთ და გავზომოთ, რაც მთავარია, ჩვენი ვიდეოები არის მანქანის გაზომვა, რა დროში დადის, როგორ ჩქარდება და ასე შემდეგ. წავედით. წამოვედი კრიშაზე, უნდა მეთქვა, რომ შუშის ლუკი აქვს მეთქი და მაგიდან წამოვედი ეგრე და არ დავხვდა. ერი გადავაკეთე გზაში. რაც შეეხება ინტერიერს, M-ის საჭი გვაქვს. სიდენის მემორები გვაქვს, ნუ 4-ვე შუშა რო ელექტრო აქვს და ეგეთი ყველა იცით. ტელეფონი აქვს, ლამაზად გაწყობილი სალონი აქვს. სიდენის გათბობა აქვს, პარკინგი აქვს და DSS გათიშვა აქვს. დიდი ისეთი ნავარდკები ამ მოდელს არ აქვს. მაგრამ სალონში რო ჯდები, ძალიან კომფორტულია და ძალიან მაგარი სალონია. ესეც კიდე ჩემი პირადი აზრია და ნუ არა მარტო ჩემი, ბევრის, მაგრამ ჩემი განსაკუთრებით. რაც მთავარია, აგერ სიდენიები, M სპორტის სიდენიებია, რომელიც ამ მოდელში ძალიან განსაკუთრებული სიდენია და აი რო ზიხარ, აი ვერ აგიხსნე როგორც აი რაღაცა დივანში რო დაждები და აი მაგრა რო ზიხარ, აი ესე ზიხარ ამ სკამშიც რა. რაც შეეხება საჭეს, M სპორტის საჭი აქვს, დიდი მონიტორი აქვს და აი ეს მაგ დროს ეს ხის მაკაგონები იყო განსაკუთრებული ნავარდკად ითვლებოდა და აი ეს ხის ფერი, ესეც განსაკუთრებული მუქი ფერი არის, რომელიც ერთიანობაში ძალიან კომფორტულ სალონად იჩენს თავს.
ეხა კიდე წავედით და ნახოთ დანარჩენი სიარულში რა როგორია. შავი ჭერი გვაქვს. დამავიწყდა მე თქვა. შავი ჭერი გვაქვს, რაც თავარია, ესეც ერთ-ერთი კომფორტია სალონში ჯდომისთვის. ვიზუალისთვის, არა მარტო ჯდომისთვის. ვიზუალში ძალიან ლამაზია შავი ჭერი. ეს არის პაკრიშკების წნევის დასარესეტებელი. რო დაბერავთ საბურავსთან დაიშვებს, რო ანთებს, ამეთო დააჭიროთ და დაარესეტოთ. საბურავი ეს ერთ-ერთი ნავაროტკარი 19-იანი დისკების მიუხედავად მაინც ძალიან რბილად დადის ეს მანქანა. იმიტომ ქარხნული ამორტიზატორები აყენია, ქარხნული პრუჟინები აყენია და მაინც ძალიან რბილია და ძალიან კომფორტული მანქანაა. ეს მოდელი თავის წლებში არის 140-ის კონკურენტი და Audi A8 D2 ვერსიის კონკურენტი. ჩემი აზრით 140-იც ძალიან მაგარი მანქანაა, მაგრამ აი ჩემთვის ცოტა ძნელია განვასხვაო ეს ორი მოდელი. იმიტომ რომ ერთიც ძალიან მაგარი მოდელია და მეორეც. ჩემი აზრით ორივე უნდა ყავდეს და ორივე სხვადასხვა ემოცია აქვს, სხვადასხვა კლასი ერთია, მაგრამ ის სხვა მოდელი არის, ეს სხვა მოდელი არის. ამიტომ ეს 38 თუ ყავს, 140-იც უნდა ყავდეს აუცილებლად. ამ მანქანით სიარული არის ერთი დიდი სიამოვნება. ჯერო დიდი ძალა აქვს, არ ჭირდება დიდი გაზის მიცემა, ოდნავ გაზს მიაჭერ თუ არა, ეგრევე 560 ნიუტონი მოდის და ძალიან კარგი აჩქარება აქვს დაბალ აბაროტებზე. ამ მოდელს ყოველთვის მე განსაკუთრებულ დრაგი ჯერ ადრე არის. არ გვინდა გავთიშოთ ჯერ. ამ მოდელს ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით უყურებდი მე და დიდ ემოციას ვიღებ ამ მანქანით სიარულით. ადრე ამ მანქანით ვიარე ბაკურიანში ვიყავი, შარშანწინ მე მგონი და თოვლშიც კი მაგრადი არა. ანუ საბურავი შესაბამისად კარგი ვეყენა და იდეალურად ავედი და ჩამოვედი, დიდი თოვლი იყო მაშინაც. ტრასაზე სიარულიც ძალიან საოცარი აქვს, რა? ეს დიზელი გვეყოფა 2 კვირა. 2 კვირა გვეყოფა ეს დიზელი. თუ არ და მე დავამატოთ. ახლა რო ყოფილიყო რომელიმე ბენზო გასამართლი სადგური ჩვენი სპონსორი შევაყენებდით და დიზელს დავამატებდით, მაგრამ ჩვენ ახლა ისე დავამატებთ დიზელს, რომ არ ვაჩვენებთ რომელს ხმარობთ. ამიტომ ძუდია საწყენია რომ ვერ ვახერხებთ კარგი საწვავის დარეკლამებას, რომელსაც მე ვხმარობ და ესე სახალხოდ არ ვიძახი, იმიტომ რომ უფასო რეკლამა გამოვა. ამიტომ ჩემთვის ჩავასხავ ხოლმე და ვივლი. იმიტომ არ დავასახელებ, რომ ჩემი YouTube არხს განვითარება ჭირდება და მაგიტომ ჭირდება ხარდაჭერა. ამიტომ არ ვასახელებ იმ ბენზინის გასხამართ სადგურს, რომელსაც მე ვხმარობ ბევრი წელია და რომელთაც ძალიან კამაყოფილი ვარ. რაც შეეხება ჩემ E38-ს შევღებე ბევრი ვიწვალე, მაგრამ მაინც შეიღება. ეხლა ნელ-ნელა ვაწყობ. რაღაცა ნაწილები დაშლიზოს, ბევრი რაღაცა დაიმტრვა პლასმასები. რაღაცა ნაწილები ჩაომივიდა, რაღაცა ნაწილებს კიდე ველოდები და ნელ-ნელა ვაწყობ, მინდა კარგად და ლამაზად ავაწყო, რომ კარგი მანქანა იყოს და ლამაზი იყოს და ის კანტები და რაღაცები მიმტროული რომ მქონდა, ყველაფერი იდეალური ქონდეს. ამიტომ ცოტა ხანში დავასრულებ ჩემი მანქანის აწყობასაც და იმ მანქანასაც ახალი ვიზუალით შემოგთავაზებთ კიდევ ერთხელ. ეხა კიდე მოდი ყველა მანქანაში ვზომავთ ხმაურის დონეს. ამ მანქანაშიც გავზომოთ როგორი ხმაურის დონე გვაქვს. მოძოჩუნდიცო. ესე იგი აგერ არის დაფიქსირებული, მინიმუმი იყო 59 დეციბელი და მაქსიმუმი იყო 75 დეციბელი. საშუალო დონე იყო 65 დეციბელი. ამიტომ მაინც მაგარი შედეგია ძველი მანქანის. მით უმეტეს
ლუკის რეზინია გაფუჭებული და ქარის ხმაური შემოდის. ეგ ხმა რო არ შემოდიოდეს, სავარაუდოდ კიდე ცოტა დაბალი მონაცემები ექნებოდა. ამიტომ მაგარი ხმის იზოლაცია აქვს, მაინც რომელიცაც არ აქვს ორმაგი შუშები. მე აი ჩემ მანქანაზე უნდა გავსინჯოთ, იმას ორმაგი შუშები აქვს და ბევრად შუმი მანქანაა სალონში რო ზიხარდა. შევადაროთ მე რამხელა სხვაობა აქვს ორმაგ შუშებს და ჩვეულებრივ შუშებს. რაც თავარი ამ მანქანას გავლილი აქვს 295,000 კილომეტრი და თითქოს ახალია ისეთი მდგომარეობა აქვს ამ მანქანა. ამ თაობაში კიდე სპიდომეტრის პიქსელები თითქმის ყველას პრობლემაა და მაგიტო არ ჩანს წესიერად ციფრები და ეგ მარტივად კეთდება და მაგის გარემოტება შეიძლება ისე რომ გაანათოს. ცოტა ხანში მაგასაც გავაკეთებთ. დაუზბროსოთ წვა და ვნახოთ სიარულში რა წვაზე დადგება. ნელა სიარულით. აღმართზე მივდივარ და გაზზე მაქვს მიჭერილი უფრო მეტი ფეხი ვიდრე უნდა მივდიოდეთ. და მჩქარა სიარული და ყველაფრით მე ერთიანად ვნახოთ ბოლოში რას დაწვავს ეს მანქანა. რამხელა ნიუტონი აქვს დაბალზე, რამხელა ძალა აქვს. ოდნავ მიაჭერთ რა ეგრევე გაკრავს და მიდის. და ტურბოები რო უშტენს, ეგ უფრო მაგარი მუღამი აქვს. არ ვიცი, ახლა შეიძლება ეს ხმა არის მოდეს მიკროფონში, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს და რაც თავარია 6 ცილინდრის ხმა და რაღაცა რაკრაკის ხმა სალონში არ ისმის ნამდვილი 8 ცილინდრიანის ხმა, რომელსაც აქვს ბენზინიან მოდელებს. ყველას რო არ მოწონს 6 ცილინდრიანი დიზელის ხმა, ყველა რო ჩახჩახებს და ცოტა ცუდი ხმა აქვს, ამ მოდელს ეგ არა აქვს. ამას ნამდვილი 8 ცილინდრიანის ბენზინის ხმა აქვს სალონში. იმიტომ რომ ესეც 8 ცილინდრიანია და ეს ხმაურიანი და ჩახჩახაძრავი არ არის. ნამდვილი 8 ცილინდრის ხმა აქვს, ამასაც სალონში რო ვაჭერ, ეთყობა რომ სხვა ძრავი დევს და არა რაღაც 6 ცილინდრიანი. ძალიან კარგი მოსასმენი არის ამ ძრავის ხმაც სალონში. მით უმეტეს ტურბოც რო იბუსტება, ორივე ერთად ძალიან სასიამოვნო ხმას იძლევა. ქარხნულად 0-100 უწერია. დიდი მონაცემი არ დევს ამ მოდელზე, მაგრამ რაც ვნახეთ 0-100 უწერია 8 და 2. 100-200 ვაფშე ვერ ვნახე ვერსად და 400 მეტრიც ესე ვერ ვნახე და. ვნახოთ რა დროში გაივლის და რა შედეგს დადებს. ოღონდ 19-იან დისკები აყენია. წვა 9 ლიტრაზე ჩამოვიდა ავტობანზე ნელი სიარულით. ეხა მოვდივართ დაშვებული სიჩქარით, რაც არის დაშვებული ავტობანზე 120 კმ/სთ და წვა გვაქვს 9 და 6. ზოგი იტყვის რომ 8 ცილინდრიან დიზელს რაში უნდა აჩქარება და რაში უნდა ეს 100-200 და ვის აინტერესებს, მაგრამ მე მაინტერესებს ჩემი სურვილია რომ ვიცოდე და თქვენც იცოდეთ, ვისაც გაინტერესებთ სხვადასხვა მოდელები რა დროს ჩქარდება. მაგალითად, ვაფშე არ გვაინტერესებდა GLS-ის Maybach-ის აჩქარება, მაგრამ მაინც გავსომეთ. ან G-Class-ის მაინც გავზომეთ და ვიცით რა დროში ჩქარდება. ძალიან გამიკვირდა G-Class-ის 100-200, იმიტომ რომ თავიდან მაგრამ მიდის და მე ვაფშე კვდებოდა. ნუ კაი აეროდინამიკა არა აქვს, მაგრამ 6-3-ს იგივე აეროდინამიკა აქვს, მაგრამ ის ბევრად ჩქარი არის და. ამიტომ ეხლა წავედით სანამ მანქანები მოვიდნენ ესე სპორტში და რამდენი იბუქსავა? 60. 100.
ესე იგი 0-100 ქონდა 8 და 3. როგორც ნახეთ 8 და 2 უწერია 100-200 და 8 და 3-ში ვიარეთ. პირველი დაჭირა 2 კაცით. 400 მეტრი ვიარეთ 15 და 7-ში და 1 მერვედი ვიარეთ 10-05-ში. 100-200 ჯერ არ გაგვიზომია, მაგასაც გავზომავთ. გავაგრძელოთ ჩვენი ტესტები. აუ ყველაზე მაგარი არ გადაგვიღია ბიჭო. აქ შეხედე. აქ გადაიღე. იღე? კი. აქ პატარა სათავსო, სადაც ინახება კასეტები. იგე? გახსოვთ ესეთი რაღაცა? პასტას რო გაუყრე და პასტით ვახვევდით და მანიკურით რო ვაბავდით ხოლმე. აი, ეგ თაობავთ ჩვენ. შენი მანქანა რო დგას, ტყუილია ძმაო, ეგეთი დგომა არც ერთ სიმსოც არ აქვს. მესიჯი მომივიდა. მაგრამ ეს ჩემი მანქანა არა ის. ჩემი მეორე არის. რაც თავარია, ამ მოდელის ძრავის კოდი არ მეთქვია, ეს არის M67D40 კოდით, რომელიც ნიშნავს 4-0 8 ცილინდრიან დიზელს. რა გინდა? 100. ალო. მექანიკაზე რომ აქვს შეიძლება მაგიტო. 400 meter. ტორმუზი არ მომწონს, რაღაცა ვერ ჩერდება კარგად. სავარაუდოდ ხუნდები და სამუხრუჭე დისკები ქართულად რო ვისაუბროთ, ვერ აქვს კარგ მდგომარეობაში ჩემი აზრით. წეგან მანუალში მქონდა და მაგიტო გაწელა. ისე ჩქარდება, ვითომც არაფერი არ ყოფილა. ვაფშე არ იგრძნობა სიჩქარე. არანაირად არ გრძნობს. მაღალ სიჩქარეს მიდიხარ, ვითომ ჩვეულებრივად დაბალი სიჩქარით. დიდი წონის მიუხედავად, მაინც მარტივად ჩქარდება, იმიტომ რომ აქვს ბევრი ნიუტონი. ძველი მანქანის ხარისხი მაინც სულ სხვა არის. აი, ყველაფერი რო შეკრულია და ყველაფერი სხვა მასალა არის. ელემენტარული სიდენიები, ეს ტორპედოს და ასე შემდეგ. ყავი არის ყველაფერი იდეალური. სამწუხაროდ ახალ მანქანებში ესეთ ხარისხს ვეღარ პოულობთ და 400 meter. ძალიან დასანანია. ამიტომ ჩემი აზრით ახალი მანქანები, ახალი მოდელები ლეგენდა არასდროს ალბათ არ იქნება, როგორც ეს ძველი მოდელები. გავა წლები და ეს შენი ახალი მე-7 სერია და ის იქნება არაფერი. და ესენი ყოველთვის ლეგენდებად დარჩებიან. E38-იც, 124-იც, 140-იც, E34-იც და აუდებიც, არა მარტო BMW Mercedes-ი რა. ყველა ძველი მოდელი იყო და იქნება ლეგენდა. ბუსტი მოვიყვანოთ. ოუ, რამდენი იბუქსა ვაჩი. 60. ბევრი იბუქსავა, ცუდ დროს დავდებთ. 8 და 8 იყო 0-100. 400 meter. 400 მეტრი იყო 16 და 1. 800 meter. 200. აუ, ტორმუზი გვაქვს კატასტროფა. ისეთი ჩქარიც არ ყოფილა, როგორიც მეგონა ნიუტონიდან გამომდინარე. ნიუტონის სხვა რაღაცა ფუნქციას ასრულებს. რატო აჩქარება არის? ძალა არის. გაათრიოს ძალა. ეხლა 0-100 და რაღაცა ცოტა ვიბუქსავი და ცოტა ცუდი დრო გვაქვს. 100-200 ბუქსაობასთან არაფერ შუაში არ არის, 100-დან ჩქარდება. მაგრამ ახლა ამხელა აღმარზე მივდიოდით.
ის არის როგორ არის? ხო და 28 დარვა გქონდა პირველი 100-200-თან აღმართზე მივიდიოდით. მოდი კიდე გავზომოთ ეს ციფრი არ მომწონს. ესეთი რაღაცა რო არ იყოს, ესე იგი ცოტა აჩქარება მაინც ჭირდება ალბათ პროგრამულად, რომ ცოტა კაი დროში არის. 28 და 8 ცოტა ცუდი დრო არის, იმიტომ რომ 4 და 4 მე-7 სერია ბენზინი ბევრად ჩქარი არის ვიდრე ეს. ამიტომ მაღალ სიჩქარეზე ძალიან დაიჩაგრება ეს მოდელი. მოდი ვნახოთ კიდევ ერთხელ გავიაროთ და ვნახოთ იქნება და ბევრად ნაკლები ვაჩვენებინოთ. არ დავნებდეთ, დავიცვათ E38-ის სტატუსი. 60 100 400 meter 800 meter ეხლა უფრო ცუდი შედეგი მქონდა. მაინტერესებდა სიჩქარე გადაურთე ცოტა ადრე, არ გავაწურინე ბოლომდე მე-4-ს და მე-5-ე მივეცი და 30 და 3 მქონდა 100-200. მაგრამ ყველა მონაცემი ცუდი გქონდა. სავარაუდოდ ეს რომ ინტერკულერი აქვს ამას ჰაერით გრილდება, გაჩერებული რო ვიყავით, ნუ ისე ვერ გაგრილდა და. ამიტომ ეხლა პირდაპირ გაჩერებულიდან აღარ ვცადოთ. აგერ არის მონაცემები, ეხლა ბოლო აჩქარების 0-100-ის, 400 მეტრის, 100-200-ის, 0-200-ის. ეგრევე გავაჩერე გაგრილების გარეშე, პირდაპირ დავსტარტე და წამოვედი. ეს გრილდება ჰაერით, ინტერკულერით, ამას წყლის გაგრილება არ აქვს და ესე დროს ყოველთვის ცუდ შედეგს აჩვენებს თუ არ გააგრილე მანქანა. ამიტომა კარგი წყლის გაგრილების სისტემა, რომელსაც ესე სიარული და გაგრილება არ ჭირდება. ის სულ გაგრილებულია და სულ ხოძზე არის. ამიტომ ეხლა ვიაროთ, ცოტა გავაგრილოთ და პირდაპირ დავაჭიროთ 100-200 გავზომოთ გაჩერების გარეშე. მაგრამ ის მინიმუმი მე ჩერდება. უცვალო სიჩქარე. ესე იგი ახლა დავაჭირე მე-4 სიჩქარიდან დაბალი აბოროტიდან 100-დან, კი, ვალიდია, 0.71% დაღმართი იყო და არ დავაჭირე მე-3 სიჩქარიდან, დავაჭირე მე-4 სიჩქარიდან ძალიან დაბალი აბოროტიდან, იმიტომ რომ ამას ძალიან დაბალ აბოროტზე აქვს თორქი და ძალა და შუა გზაში კიდე მე-5 მივეცი დაბალ აბოროტზე. და 26 წამი მქონდა 100-200. რაღაცა დავამუღამეთ. 60 ნახოთ აბა კიდე თუ დავწევთ მაგ დროს. ცადე მე დაბლიდან აჩქარება და შედეგი მივიღე. მაღალ აბოროტზე იმ ნიუტონი აღარ აქვს. ცხენი კიდე 245 ცხენი კიდე არ ყოფნის ასაჩქარებლად და მაგიტომ მინდოდა მე დაბალი აბოროტიდან დამეჭირა და ამეჩქარებინა და 2 წამიანი შედეგი მივიღე. 28-ში რო ვიარე, მანამდე ეხლა ვიარე 26-ში და ნახოთ აბა კიდევ ერთხელ რამოდენიმეჯერ ვცადოთ და ნელ-ნელა დავწიოთ დაბლა დრო. ერთი კიდევ ვცადოთ აბა მე-3-დან დავაჭერ და სიჩქარებს მალე გადავურთავ. 100 29 გქონდა ეხლა. გიდრომუფტა გააქტიურებული. 100
ძალას დიდ საკლებს რა, მექანიკური მუფტა რო აყენია. ხმა მესმის მექანიკური მუფტაა ჩართული და ეგ ძალიან აკლებს ძალას. რო გააგრილებს და გაჩუმდება, მერე დავაჭიროთ. აგერ გვაქვს 40,000-მდე დაგვრჩა სულ ცოტა. დიდი მადლობა ყველას ესეთი აქტიურობისთვის, გამოწერებისთვის. ეგრე გააგრძელეთ. ჩვენც შემოგთავაზებთ უფრო და უფრო კარგ ვიდეოებს, რაც უფრო განვითარდებით, ჩვენც უფრო და უფრო მეტი мотиваცია გვექნება, რომ უფრო და უფრო კარგი კონტენტი შემოგთავაზოთ. დიდი მადლობა ყველას აქტიურობისთვის და გვერდში დგომისთვის. აგერ რამდენი ხანია დავდივარ, ძომავ, ტესტავთ, ვაჭერთ და წვა გვაქვს 12 და 3 ლიტრი. გამაგარია, ხედავ? მოდი მე ახლა ვიზავ ესეთ რამეს. რო გავიგოთ თავიდან როგორ უფრო კარგად ჩქარდება. აქ დავამატებ სიჩქარეს. რომ 100-200 ცოტა გვიჭირს გადატვირთული მოძრაობის გამო. Add speed დაიწყოს 100-დან და წავიდეს 180-მდე. და ვნახოთ მე-4-ი უფრო კარგად აჩქარდება თუ მე-3-ი. და 4 იყო 0-100. 400 meter. Asi 180 იყო 19 და 2. 400 მეტრი იყო 16 და 5. 0-100 იყო 9 და 4. გარდა პირველივე ცდაზე უკეთესი შედეგი დავდეთ ვიდრე უწერია. სულ პირველ ცდაზე. არა და შეგრძნება აქვს თხელი გაზით რო დავდივარ, უფრო მეტი აჩქარება აქვს შეგრძნების მხრივ ვიდრე ბოლომდე რო ვაჭერ რა. თორე სპიდომეტრს რო უყურებ თხელ გაზზე ეგრევე გადადის. აბა წავედით მე-4-ი ისევ. 100. გაიბუსტა. და 7 და 9 აღმართი იქნება აქ წესით. არ იქნება პირით. 100-180-იც გქონდა 18 და 2. აი წეღა რო დავაჭირეთ პირდაპირ. ეცოდით გავჩერდეთ. სიარული დროს არ შეიძლება ტელეფონში ყურება. ესე იგი, წეღან პირდაპირ დავაჭირე S-დან და ვაწურინე ბოლომდე 100-180-ს ჰქონდა 19 და რაღაცა. ეხლა მე-4-დან დავაჭირე დაბალი აბოროტიდან, ერთი სიჩქარით წავედი და 18 და 2. 100-200-იც 27 და 9 იყო. აჰა, აღმართი. ოდნავ პატარა აღმართია 18%, 0.18%-იანი. ერთი რაღაცა დავასკვენით ახლა ჩვენ ტესტებში, რომ რახან დიზელია და ნიუტონი დაბალ აბოროტზე აქვს. დაბლიდან უბრალოდ ჩქარა მიდის, ვიდრე მაღალ აბოროტზე. ამიტომ ჩვენ დავაჭირეთ მე-4 სიჩქარეში დაბალ აბოროტზე და უფრო კარგი შედეგი დადრო, ვიდრე პირდაპირ მე-3-ში დაგვეჭირა და მაღალი აბოროტიდან დამეტრიალებინა. ესე უფრო კარგად აჩქარდა, ვიდრე მე-3-დან ჩქარდება. იმიტომ რომ დაბალ აბოროტზე აქვს ამას ბევრი ნიუტონ მეტრი. შესაბამისად მაგიტო ვიძახდი, რომ პატარა თხელგაზე კარგი აჩქარება აქვს, იმიტომ რომ მაგ დროს დაბალი აბოროტი აქვს და სულ არ ჭირდება ამას ამ მოტორს ბევრი სტრიალი, რაც უფრო დაბალ აბოროტზე უფრო მეტი ძალა აქვს. რა მაგრა წავიდა. 60. 100.
100. 8 და 5. ჰა? პირველს და ვერ ვაჯობებ. მაგასაც ვაჯობ, მაცადე. ასი 180 16 და 2. 2 წამით გაუმჯობესა კიდე. ველიდი არ წერი. მინდა აღნიშნო წვა, რამდენი ხანია დავდივარ, ტესტავთ 100-200 ტესტავთ, 0-ას რაღაცებს ტესტავთ და 13 ლიტრაზე მეტი არასულა საწვავის წვა. ასე რომ დღევანდელი დღე დასასრულს მიუახლოვდა, ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. დიდი მადლობა ყველას ყურებისთვის. იმედია მოგეწონათ ეს ექსკლუზიური და გამორჩეული მე-7 სერია. იაქტიურეთ, კომენტარები დააწერეთ. რაც კიდევ მთავარია, კიდევ ერთხელ გეტყვით, ჩვენი მეგობარი არის შელის სახლი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ყველანაირი საცხებ-საფოხი მასალა. ეს იქნება ზეთები, იქნება ხიდის, კარობკის, ძრავის თუ ანტიფრიზის და სამუხრუჭე სითხეები, ასე რომ შეგიძლიათ მიხვიდეთ ჩვენი სახელის ხსენებით 20%-იან ფასდაკლებას გაგიკეთებენ, ოღონდ უნდა გქონდეთ გამოწერილი ჩემი YouTube არხი და უნდა გქონდეთ დალაიქებული შელის Facebook გვერდი, სადაც იქნება აღწერაში ლინკი. შელის სახლში მიიღებთ არა მარტო შეძენას, არამედ შეგიძლიათ ადგილზევე შეცვალოთ და მიიღოთ მაქსიმალური მომსახურება ზეთების მიმართულებაში. ადგილზე შეგიძლიათ შეცვალოთ კარობკაში ზეთი, ძრავში ზეთი, ხიდში ზეთი და ასე შემდეგ. ამიტომ კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. მომავალ შეხვედრამდე.